პირველი ესე იგი, რაზეც რამდენიმე სივრცე ავიღეთ რა. ესე იგი, პირველი არის საოფისე სივრცეები. და მე პირადად ესეთი რაღაცა ვიფიქრე, რომ მოდი, ვილაპარაკებთ რაღაცა ბიუჯეტურ მასალებზე, როგორიც არის ლამინატი და რასაც ხშირად იყენებენ ოფისებში, თქვენ თვითონაც კარგად იცით. თუმცა ლამინატებშიც არის ისეთი მაღალ ბიუჯეტური და დაბალ ბიუჯეტური. მოდი აი მეთქი, მე ავიღებ სამ მასალას. ეს არის მიკროცემენტი, პარკეტი და კერამოგრანიტი. და შენ მეთქი შენი მასალები წარმოგვიდგინე, რა მასალები გაქვს და როგორ და რატო ვიყენებთ შენ მასალებს. ხო და ამ თემაში რო ვიყავით, ვიფიქრე, რომ ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც უფრო საინტერესო იქნებოდა მიკროცემენტი. არ ავიღე ლამინატი და ზუსტად თან ინგას ვეუბნები, რომ ეხა საოფისეს მომიგებ მეთქი, იმიტომ რომ მე პირადად ხო გამოვიყენებდი რბილიატაკს, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია ჩემთვის რა. არა, ვერ მოვითმინე. იმიტომ რომ ეს არა ქვია, ხო, მეთქი ბოლოში ვიტყვი მაგას მეთქი, ჯერ და ხოცავ მეთქი და ბოლოს ვიტყვი, რომ რაღაცებს მეც გავაკეთებდი თქო რა და ვერ მოვითმინე, იმიტომ რომ მაინც აი აკუსტიკის ამბავში ამას იმ გამოგიყვებათ, შეუძლარებელია. მაგრამ მოდი ავიღოთ მიკროცემენტი და რა არის მიკროცემენტი, ალბათ იცით თქვენ თვითონაც გაგონილი გექნებათ და ბევრს გამოყენებული და თქვენი რეკომენდაციები ძალიან საინტერესო მოსასმენი იქნება. რამდენიმე კომპონენტისგან შემდგარი მასალა არის, რომელიც საქართველოში რამდენიმე წელია რა შემოვიდა და რეალურად მოდი ვაღიაროთ, რომ კარგი ხელოსნები ძალიან ცოტა ყავს მიკროცემენტის. დავით, მაინც ისე ცოტა გამოცდილ არქიტექტორებს და იმებს ვკითხავ ხოლმე ესე ჩავხედავ ხოლმე თვალებში. თავარი არის და მნიშვნელოვანი მიკროცემენტში, რომ ყავდეს სპეციალისტი ძალიან კარგი. ანუ მე ხა რამდენიმე ობიექტი მაქვს მიკროცემენტით გაკეთებული. ერთ-ერთი არის საცხოვრებელი სახლი და საცხოვრებელ სახლში რო შევედი, ტალახიანი ფეხებით ვიყავით, მე და მარიკა სტუმრად მისული, აი თოვლიანი უბედური ფეხებით და მეთქი გავიხდი ფეხზე, მეთქი რას ლაპარაკობო, ისეთი რაღაც გაგვიკეთე იატაკზეო, იარეო. ჯერ ვაფშე არ ჩანდა ტალახიანი ფეხები რო შევედით და მეორეც გაუშვა ერთი ეს რობოტამტორს ეს რუტიროა, მოწმინდა ყველაფერი, მოაპრიალა ერთ წამში და საოცრებაა მართლა რა, ძალიან კომფორტული მოსახმარია მიკროცემენტის იატაკი. მიკროცემენტის ერთ-ერთი დადებითი თვისება რაც არის და მე რაც მომწონს პირადად ვგიჟდები, ესეთ რაღაცეებზე, როგორც დიასახლისი, ეს არის უნაკერო იატაკი. განსაკუთრებულად სულ წერტილებში და ნესტიან ადგილებში ძალიან კარგად იყენებენ მიკროცემენტს. ალბათ იცით პროცესიც როგორ კეთდება, ამ ეგრეთ წოდებული მოჭიმული იატაკის მერე ისხმება რა ქვია თვითწორებადი, აუცილებლად, იმიტომ რომ სწორი ზედაპირი უნდა იყოს, რომ მიკროცემენტზე შეიძლება ყველა პატარა წერტილი რაღაცნაირად გამოჩნდეს, იმიტომ რომ სადღაც 2 მილიმეტრია ეს მიკროცემენტი და ამითაც ძალიან კარგი პროდუქტია მათთვის, ვისაც სიმაღლე არ აქვს, ვთქვათ, სივრცეებში. მიკროცემენტი იმით არის ძალიან კარგი, რომ ფერების გამოყენება შეგვიძლია რაღაცა ფერი შეურიოთ და მოკლედ ეს ფერი კარგად გებრიელად დავსვათ რეალიდან, NCS-ის კატალოგიდან და ასევე თვითონ შედგენილი ყველა მწარმოებელს აქვს თავისი სხვადასხვა შემადგენლობა, ესეც რო გაითვალისწინოთ. 7 ფენა კეთდება და ეს 7 ფენა არის ძალიან შრომატევადი, იმიტომ რომ ყოველ დღე თითო ფენას აკეთებ, გაშრობას ელოდები და დრო ჭირდება ძალიან დიდი. ეს არის ის შემთხვევა, როცა თუ გინდა რომ ბზარები არ გაიჩინოს მიკროცემენტმა რა. საოფისე სივრცისთვის რომ არა ფასი, ალბათ ჩემი აზრით ერთ-ერთი კონკურენტი ეყოლებოდა ინგას რბილ იატაკსა და ვინილის ამბავში. ჩემთვის განსაკუთრებით კომერციულ პროექტებში მნიშვნელოვანია როგორ დაგეგმავ ამ სივრცეს. შეიძლება მიკროცემენტი ვიზუალურად რაღაც გარკვეულ სტილს კარგად შეესაბამება, თუმცა გაშლილი სამუშაო სივრცეები, სადაც ბევრი ადამიანი მუშაობს, მოითხოვს სხვადასხვა ტიპის ზონების, სხვადასხვა გარკვეული ფერებისა თუ პალიტრის შერჩევას, ან სიმყუდროვის და სამუშაო პროცესების ხელშეწყობას უწყობს მაგალითად ფერები და ძალიან კარგი შესაძლებლობაა, როცა რბილი იატაკით აფორმებ თუ რბილიატაკს აგებ მოგად საოფისე სივრცეში, კედლების და ტიხრების გარეშე შეგიძლია ზონირება გააკეთო მარტივად. შეგიძლია გამოყო კალიდორის სივრცე, სადაც ბევრი ხალხი დადის, იქ გამოიყენო სხვა ფერი და დანარჩენი ზონები კიდევ ვიძახი ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გარეშე გამიჯნო. ერთი, ასევე შეგიძლია გააკეთო
მოვხატოთ. აი, აქაც იგივეა, ფერები არის ერთი და იგივე, მაგრამ დიზაინით და მხატვრული გადაწყვეტილებებით სივრცეები გამოყო თავისუფლად და შექმნეს სხვადასხვა ზონები და განწყობა აუმაღლო თანამშრომლებს. ძალიან მიყვარს ესეთი ვერსიები, სადაც სათათბირო ოთახები გამოყოფილია რაღაცა კონკრეტული კომპანიის ლოგოს ფერით ან რაღაც კორპორატიული ფერით და ძალიან კაი განწყობას ქმნის. მე მქონია ეგეთ შემთხვევები, სადაც ძირთადად ნაცრისფერი და კრემისფერი ტონალობების ინტერიერებს აკეთებენ ხოლმე, მაგრამ აი ეს ჩანართები, რომლებიც არის მცირე წერტილები და ზონალურები, თავისუფლად შეგიძლია ნებისმიერი ვერსია ფანტაზიას გამისცეთ თავისუფლების საშუალება და აი ამ პატარა ზონებში მაინც ისეთი რაღაცა გააკეთო, რაც ყველაფერ დანარჩენს დასამახსოვრებელს ქმნის. ამისთვის ძალიან კარგი ვერსია არის ბილიატაკი, რომელიც აკუსტიკურად, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს, რომ სამუშაო პროცესში წარმოქმნილი ხმა, სიარულის დროს წარმოქმნილი ხმა შთაინთქას და თანამშრომლებს შეუქმნას კომფორტული გარემო. და ასევე ძალიან კარგია, როდესაც არა გაქვთ თქვათ იატაკში იატაკქვეშა გათბობა. წარმოუდგენელია თანამშრომელი ზამთრის პირობებში იჯდეს განუძრაულად ერთ მაგიდასთან, თუნდაც მიკროცემენტი ქონდეს ქვემოთ და არ იყოს დისკომფორტი სიცივის გამო მაგალითად. ეგეთ რამე წარმოუდგენელია. ასევე ძალიან კარგი კომბინაცია არის აწეული იატაკებთან, ანუ მალე იოლად წვდომადი იატაკებს race floors რასაც ეძახიან. ძალიან კარგი შემთხვევაა იმისთვის, რომ გადაადგილო თანამშრომლების მაგიდები, მიკროცემენტს ეგ შეზღუდვა აქვს. მაგალითად, თუ კომუნიკაციები გაყვანილია, დამთავრდა იქ არის ეს წერტილი და ვერაფერს ვერ უშვები, რბილი იატაკის შემთხვევაში, თუნდაც ვინილის შემთხვევაში, მარტივად შეგიძლია გადაადგილო როზეტები და ჩამრთველები. ერთი ფილის გამოცვლით ყველაფერი დალაგებულია ადგილზე ისევ და თუნდაც აი ეს ტრაფიკ ზონები, რომლებიც ძალიან დიდ გამავლობის ადგილზე შეიძლება შეიქმნას, შეიძლება ძალიან მარტივად ამოიღო ფილა, შეცვალო, ახალი გარემონტო და ამაში არ დაგეხარჯოს არანაირი ზედმეტი რესურსი, ფინანსური რესურსი, დროის რესურსი, არ შეგიშლის სამუშაო პროცესში ხელს და ჩვეულებრივ აგრძელებ პროცესს. ესეც იგივე მაგალითია, როგორ არის გამოყოფილი ფერებით სამუშაო სათათბირო ოთახები და თქვენი ყურადღება ძალიან მინდოდა ამისთვის გამომეხვალებინა. ეს არის ზოგადად ელასტიური იატაკების თვისება, კარგი თვისება ეგ არის, რომ არ არის აუცილებელი მართი კუთხე გააკეთო, რომ შეიტანო ახალი ფერი. ნებისმიერი ფორმის შეტანა შეგიძლია ინტერიერში და ეს ფორმებიც ასევე გარკვეულწილად შეიძლება არა მარტო დიზაინ ელემენტი იყოს, აი უბრალოდ იყოს სავიზიტო ბარათი მაგალითად კომპანიისთვის. ესეთი შესაძლებლობა ძალიან კარგად გაძლევს როგორც ვინილი, ასევე რბილი იატაკი, ასევე მათი კომბინაცია ერთმანეთთან გაკეთება თუ აი მაგალითად რბილი იატაკისა და ვინილის კომბინაცია. ეს ასეა შესაძლებელი. თუ ვისაუბრებთ იმ შემთხვევებში, სადაც მაინც მკაცრი და კორპორატიული სტილია და აი არ უნდა ადამიანებს ჩემი მასალა გავუვია ცოტა რა. ფერები, ხო აი ეს შეგეხებოდა ზუსტად ფერების დიდი მკვეთრი ცვლილება, აქ მაგალითად ხედავთ ვინილისა და ისევ რბილი იატაკის კომბინაციას, მაღალი გამავლობის ზონების შესაძლებელია როგორც ვინილით გაკეთდეს და დაიცვა ამ შემთხვევაში დიასახლისის შრომა, სველი ფეხების შემთხვევაში აი მარტივად დალაგებადი ზონების შესაძლებელია გამოყოთ ვინილით და საკონფერენციო სათათბირო ოთახებში ისევ რბილი იატაკით გადახვიდეთ. შემთხვევა, რომელიც ძალიან მიყვარს ხოლმე, ნაცრისფერები, რომელიც საქართველოში აი დღემდე ძალიან პოპულარულია. ჩემი რეკომენდაცია ყოველთვის ეგ არის ხოლმე, რომ აი ზონები, აი მუქი და ღია ნაცრისფერის კომბინაციით შესაძლებელია ისე გამოყოთ ეს ყველაფერი, ისევ ტიხრების გარეშე, რომ ეს დიდი გამავლობის, დიდი ტრაფიკის ადგილები იყოს დაცული მაქსიმალურად. ზოლიან ვერსიებს, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებად ეტყობათ ნაკვალევი და ლაქები, ვინმე მონოფერებს და ამითი დამალოთ ეს ცვეთის კვალი დამალოთ აი ამ ასეთი ვერსიით. ჩემი მხრივ აუცილებლად ყურადღების მისაქცევია ყავის ზონა ოფისებში. ეხლა დღეს ძალიან პოპულარული გახდა, არა ჯანსაღი კვების მიმდევრებმა შექმნეს აუცილებლობა იმისა, რომ ოფისებში იყოს ყავის ან საჭმელის ზონა ცალკე გამოყოფილი.
ნახეთ, ვინილისა და რბილეტაკის კომბინაცია აი აქაც ძალიან კარგად არის განაჩვენები. როგორ შეიძლება რომ იქ სადაც საჭმელი მზადდება ან თქვათ ბევრი ადამიანი შევა საჭმლად, გამოიყენოთ ვინილი და აქეთ ხარეს უფრო მშვიდ ადგილებში, სადაც აი მეტი და კომფორტულ ადგილებში, აქ რბილეტაკით როგორ შეიძლება შეხვიდე და მეტი კომფორტი შეგრძნება გაუზარდო თანამშრომლებს. რა თქმა უნდა, ეს ყველა კომპანიას არ აქვს ამის ფუფუნება, რომ თანამშრომლებს ესეთი გარემო შეუქმნას, თუმცა დღეს როცა ჩვენ უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვით დამკვეთებს თუ მე პატრონებს, პროექტის მეპატრონებს, ნუ ალბათ ზეგ დაფიქრდებიან ისინი ამაზე, რაც თავარია მასალები იძლევიან საშუალებას ამისას და ალბათ ზეგ ისინიც ამაზე დაიწყებენ ფიქრს. ეს არის მოწნული ვინილი. მე მინდოდა რომ დღეს ჩემი შეხვედრა არ ყოფილიყო მარტო ფოტოების ჩვენება, მინდოდა მხოლოდ და მხოლოდ ახალი კოლექციები რაც არის ისინიც მენახებდნენ რომ აი ხელის და შეხების დონეზე რომ მე თქვა რომ აი ეს არის მოწნული ვინილის ახალი კოლექცია და საინტერესო პროდუქტია და არ ხო, გვაქვს ამიტომ როგი მარტო ჩვენები და ახალ კოლექციას გაჩვენებთ, გამზადებული ვარ. მარტო ახალ კოლექციას გაჩვენებთ, იმიტომ რომ მოწნული ვინილი ეს არის ვინილსა და რბილეტაკს შორის გარდამავალი პროდუქტი და აი ესეთი რელიეფურია, არ ეშინი არც წყლის და არც საჭმლის ლაქების და ქმნის მოცულობას, რაც ზრდის კომფორტის ზონას ინტერიერში, რელიეფი და ასევე ხმის შთანთქმასაც უფრო მეტად უზრუნველყოფს. დანარჩენი დეტალები როცა დაგაინტერესებთ აქ იქნება. და კომბინაციებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა მოწნული ვინილის გამოყენება.